გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგის ხდომა გაიმართა. იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ვლადიმერ მუსალბიშვილის ინფორმაციით, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის იმსჯელეს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიიდან ჩამოსული იყო განკარგულების პროექტი, რომელიც ეხებოდა ჩვენი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებში. ამ დადგენილების თანახმად დღეის მდგომარეობით მარტო მერია იყო ვალდებული, რომ დაეცვა პერსონალური მონაცემები და შევიტანეთ ცვლილება, რომ დღის შემდეგ აიპებიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის აიპებიც ვალდებულები არიან, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები. შემდეგი საკითხი იყო საკრებულოს დეპუტატის ბატონი ირაკლი შაშიაშვილის და ბექა სონღულაშვილის განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რომელიც საკრებულომ ცნობად მიიღო და ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისია.